ადამიანის პულსი, გულის რიტმი, როგორც წესი, ძალიან რეგულარული და ძალიან ფიქსირებული არ არის. ჩვენი გულის ცემა შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში შედარებით შენელებული, როცა მშვიდად ვართ, თქვათ, ძილის დროს ასევე რა თქმა უნდა ნელია და თქვათ იყოს უფრო ჩქარი, როდესაც თქვათ ვაქტიურობთ ან ემოციურად ვღელავთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს შეეძლოს თქვათ ხანდახან საკუთარი გულის ცემაზე თქვათ ყურადღების მიქცევა, პულსის დათვლა და იმ არარეგულარული გულის ცემის აღმოჩენა, რაც შეიძლება პერიოდულად ადამიანს ჰქონდეს, ხო? ზოგ შემთხვევაში ეს არის ხოლმე უბრალოდ ერთი, ასე ვთქვათ, ჩაგდებული პატარა პაუზა პულსის დათვლისას. ამას სამედიცინო ენაზე ექსტრასისტოლა ეწოდება და თუ ეს იშვიათია ძალიან და აქ-იქ ხდება, როგორც წესი სრულად უწყინარი მოვლენაა და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. თუმცა თუ ძალიან ბევრია და ძალიან შემაწუხებელი, რა თქმა უნდა, მოითხოვს, რომ ექიმს მიმართოთ და დამატებითი კვლევები ჩავიტაროთ. ასევე თუ სრულად მოულოდნელად, თქვათ, არა ფიზიკური აქტივობის, არა ემოციური აღელვების ფონზე უბრალოდ თავისთავად გული უეცრად ძლიერ გვიჩქარდება, ესეც რა თქმა უნდა არაბუნებრივია და ასეთ დროს ყურადღება არ მისაქცევი და ექიმის მიერ არის შესამოწმებელი პაციენტი და აღმოსაჩენი თქვათ რა დარღვევა შეიძლება იწვევდეს ამას. თუ კი მაგალითად ჩვენ ხედავთ, რომ გული აბსოლუტურად არარეგულარული, ან ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე არარეგულარულად ცემს, აი პულსის დათვლისას არანაირი კანონზომიერება არ არის, ესეც შეიძლება მიუთითებდეს მნიშვნელოვან დარღვევას, მაგალითად ესეც როგორცაც წინაგულ და ფიბრილაცია არის, ანუ ხალხში უფრო მოცინცინე არითმიის სახელით არის ცნობილი, ასე რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმს მიაკითხოს პაციენტმა და იქნას გამოკვლეული. ან თუ ზედმეტად ნელია გულის ცემა და განსაკუთრებით მაშინ თუ ამასთან ახლავს სისუსტე, თავბრუსხვევა, თქვა წონასწორობის კარგვა, ესეც სიმპტომია და ნიშანი იმისა, რომ მნიშვნელოვანია ექიმს მივაკითხოთ და აღმოვაჩინოთ გულის რიტმის დარღვევის მიზეზები. ფიქსურებთ გულის ჯანმრთელ რეგულარულ რიტმს.